პრობლემა არის ეროვნული ბანკი. ეკონომიკა ვითარდება და ჩვენ არა. სუს ასწავლის ბიზნესის კეთებას. მინიმუმის გარეშე მას ვერ გააკეთებს რა. ეს ხო პოლიტიკური კორუფცია, მათი გამდიდრება არის სხვების ჩაგვრა. დღე-დღეს თუ შეამცირებს სახელმწიფო მომხმარებელი იხეირებს. ეს აძვირებს პროდუქტს. ქართული ოცნების პოლიტიკა უთანასწორობას ყოველწლიურად ზრდის. არები ხალხის მდიდარი მთავრობა არის? თანასწორობა გაიგივებულია თანაბართან და არა სამართლიანთან. ჩვენ არ გქონდა საკუთარი მონეტარული პოლიტიკა საერთოდ. ფასი უკან არც ბრუნდება ხალხო. ეს ნორმალურებია. რაზე ლაპარაკობთ? ფასების დაზე ამ ქვეყანაში კანონმდებლობით პასუხისმგებელი არის ერთადერთი ორგანო, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი. ანუ არსებობს კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეს არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამის გარდა აქვს კიდევ მეორე ამოცანა, ეს არის ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა. მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. შემიძლია საქართველოს ქვეყანაში თუ იზრდება ფასები, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკის. რატო ხდება ეს? ეს ხდება იმის გამო, რომ როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლებას სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მათ შორის სჭირდება ფული და ამ ფულის ერთ-ერთი წყარო არის ეროვნული ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ფულის გამორთვების პრობლემა აქვთ, ისინი ართმევენ ფულს კომერციულ ბანკებს, შემდეგ კომერციულ ბანკებს, როდესაც აქვს ლიკვიდირების პრობლემა, ისინი ართმევენ ფულს ეროვნულ ბანკს, ეგრეთ წოდებულ ბანკთა ბანკს, რომელიც არის ასევე განსაზღვრული კანონმდებლობით. ამიტომ პრობლემა არის ეროვნული ბანკი, მისი დამოუკიდებლობის არარსებობა რეალურად და ის, რომ მთავრობას, დე-ფაქტო მთავრობას სჭირდება ფული, რომელსაც ის დახარჯავს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის ამ პრობლემის ფუნდამენტი. ზოგადი ზრდა ფასების ვერ იქნება განპირობებული ისეთ ტიპის პრობლემებით, როგორც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, როგორც არის მაგალითად რომელი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე დომინანტური პოზიციის წყალებში იგივე მონოპოლიის არსებობა. ეგეთი რამე შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ეგ ვერ გამოიწვევს ფასების ზოგადსდას, ამან შეიძლება გამოიწვევს კონკრეტულ პროდუქტებზე ან კონკრეტულ მომსახურებაზე ფასების და, მაგრამ მაგ შემთხვევაში დამნაშავე არის კონკრეტულად ივანიშვილი, იმიტომ რომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ ქვეყანაში ვიღაცეები ივანიშვილთან დალაგების გარეშე ახერხებენ, რომ ბაზარზე კონდეთ შეზღუდული დაშვება სხვებს, ანუ სიტყვაზე მე შევმაქ რაღაცა პროდუქტი ქვეყანაში და არავის ჩემს გარდა ამ ბაზარზე არ უშვებენ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს ვერავინ, ამიტომ იქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის, ან უნდა გაარკვიონ ივანიშვილთან თუ ეგეთი შემთხვევები არსებობს, ვის მისცა მან უფლება რომ რომელიღაც პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე კონდეს მას მონოპოლისტური მდგომარეობა ან დომინანტი მდგომარეობა, ან ეგეთი რამე არ არსებობს ამ ქვეყანაში და მაშინ დამნაშავე არის მხოლოდ ეროვნული ბანკი. საგარეო ფაქტორებმა შეიძლება რაღაცა ტიპის გავლენა იქონიოს რომელიმე კონკრეტული პროდუქტების ან მომსახურების მიმართულებით ფასების დაზე, მაგრამ ზოგად ფასების ზრდას ეგ ვერ გამოიწვევს, იმიტომ რომ შენ თუ გაქვს 10 ლარი, ეს 10 ლარი შეგიძლია გაანაწილო რაღაც ტიპის პროდუქტები. სიტყვას 5 ლარი გადაიხადე პომიდორში, 5 ლარი გადაიხადე კიტრში. თუ კიტრი გახდა 6 ლარი, პომიდორისთვის დაგჭირება 4 ლარი. ზოგად ფასებს ეს ვერ გადის, იმიტომ რომ შენ მეტი ფული არ აქვს. მეტი ფული შეიძლება მიოქცევაში იყოს ხოლმე და ხოლმე იმ შემთხვევაში, რომ მას გააკეთებს ეროვნული ბანკი, ანუ დაბეჭდავს ფულს. დაბეჭდა ხდება ესე. ისინი ასესხებენ ფულს კომერციულ ბანკებს და კომერციული ბანკები მე მიცემენ ამ ფულს მეტწილად მთავრობას და ესე იზრდება ქვეყანაში ფულის მასა. სხვადასხვა ეკონომიკური სკოლა და სხვადასხვა ეკონომიკური მოდელი სხვადასხვანაირად ხსნის ამას, მაგრამ ის რაც ჩვენთან მოქმედებს, საქართველოში მუშაობს, ეს ეკონომიკური მოდელი ზოგადად მიდრეკილია ფასების დისკენ და ეროვნული ბანკი, ვინც არის ოფიციალურად, თქვათ, ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე პასუხისმგებელი, მის ოფიციალურად მის პოლიტიკაში ეს გაცხადებულია, რომ ინფლაციის ტარგეტირება არის, თქვათ, ერთ-ერთი რამ, რაც არის ქვეყნის მიზანი. უბრალოდ ხშირად ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, იმ ბუნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთან არის და არა, თქვათ, საერთოდ, ხო, ეს ინფლაცია, თქვათ, იმის გამო, რომ რეალურად ეროვნული ბანკი არ არის, თქვათ, არ შესწევს უნარი, რომ ეს აკონტროლოს და არც შედის რეალურად მის ინტერესებში ეს, ხო, გაექცევა ხოლმე ეს ინფლაცია და ამით მე ესე მგონია, რომ ეს ფასების ზრდა გარკვეულწილად აწყობს ეგრეთ წოდებულ მცირერიცხოვან ელიტას, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს, თქვათ, მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ
მთავარ ფაქტორს. ფასების ზრდასა და შემოსავლების ზრდას შორის მუდმივად იზრდება ნაპრალი, რაც თქვათ მათ აძლევთ საშუალებას, რომ რაღაცნაირად დამორჩილება ამ სოციალური პაკეტების თუ სხვა საშუალებებით მოახდინონ თქვათ დიდი მასის, რომელიც აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. მიდრეკილება თქვათ იმ ეკონომიკური პოლიტიკის და იმ ეკონომიკური მოდელის, რაც ჩვენთან მუშაობს, მიდრეკილება თქვათ ოლიგოპოლიებისკენ და მონოპოლიებისკენ იწვევს სწორედ აი ლოგიკური შედეგია, რომ ფასები მუდმივად მიდის ზემოთ და არა მარტო პროდუქტებზე, არამედ ყველაფერზე. ნებისმიერ პროდუქციაზე თუ მომსახურებაზე ფასები მუდმივად იზრდება, თქვათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მაღალი ფასის მიზეზები ზოგადად ქართულმა ოცნებამ არა დახლებზე, არამედ საკუთარ გუნდში და გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებოს, მაგალითად ქართულმა ოცნებამ საწვავზე აქციზი, საწვავზე თამბაქოზე გაორმაგა, მათ შორის დამატებითი ღირებულება ბიზნესს გაუძვირდა, იქნა გამომდინარე, რომ საპენსიო სააგენტო შექმნა, ეს ბიზნესისთვის 2%-იანი დამატებითი საგადასახადო ტვირთია, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის ჩვენი შემოსავლები, საბიუჯეტო შემოსავლებში, ჩვენ არ გვაქვს ინვესტიციები, ძირითადი შემოსავლები ბიუჯეტში არის სწორედ დამატებითი ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. წლებია ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საბაზისო სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში საჭიროა ინვესტიციების განხორციელება, თუმცა ქართული ოცნების მავნებლური არასწორი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო წლებია უკვე ინფრასტრუქტურაში არანაირი ინვესტიცია აღარ ხორციელდება, პირიქით მეგაპროექტი ლაზიკა, რომელიც არა მხოლოდ ნავსადგური, ღრმაწყლოვანი ნავსადგური, არამედ დიდი აგლომერაცია იყო და შესაბამისი დაპირება და დანაწესი კონსტიტუციის დონეზე იქნა მიღებული. აი ეს პროექტი დაასამარა, შემდეგ გითხრა, რომ აშენებდა ღრმაწყლოვან ნავსადგურს, გულისხმობთ ანაკლიას, ესეც ჩაშალა და ჩვენთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, ლოგისტიკური ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც განაპირობებს, რა თქმა უნდა, ფასების კლებას. აი მაგალითად, ჩვენი ნავმისადგომების მომსახურება არის 15 ტონიანი 15 ტ გემებისთვის $20,000, როდესაც აი ბალტიის ქვეყნებში ზუსტად იგივე ზომის გემებისთვის არის $5,000 და მეტიც, სხვათა შორის 6-ჯერ მეტი არის შავი ზღვის ნავსადგურებთან შედარებით ქართული პორტების მოსაკრებელი. რა თქმა უნდა, ფასის ეს ლოგისტიკური ჯაჭვში მნიშვნელოვანია პირველი პორტების მომსახურება, პორტების მომსახურების შემდეგ არის დისტრიბუციის მომსახურება და დისტრიბუციაზე გავლენას ახდენს საწვავის ფასი და აი მარტივად რო ახსნათ ციფრებით, $2,000 თუ ჯდება ტონა საწვავი საზღვრამდე, შემდეგ ამას ემატება $500 ეგრეთ წოდებული აქციზის მომსახურება და პლუს შემდეგ არის დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჯამში არის, ანუ აძვირებს იმდენად, რომ ფაქტობრივად $1 ბიუჯეტში მიდის. 1 ლიტრი საწვავიდან ფაქტობრივად $1 მიდის საბიუჯეტო მიმართულებით და ეს თანხა არა სოციალურ მომსახურებას ან ჯანდაცვის მომსახურებას, არამედ ხელფასების ზრდას, საშტატო ერთეულების ზრდას ხმარდება. ეს ბიუროკრატია მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ატარებს და შესაბამისად ამას როგორც პოლიტიკას ისე გვთავაზობს ქართული ოცნება. პირველადი მოხმარების სურსათის დიდი ნაწილი თუ ჩვენ შემოგვაქვს და ეს არის სხვისი წარმოების ნაწილი და არა ჩვენი და თუ შევხედავთ იმ ორ ფაქტორს, ერთი გარიგების ფაქტორს და მეორე ინფლაციის ფაქტორს, გამოდის რომ ტურიზმში, როდესაც შენ ქმნი პროდუქტს, აბსოლუტურად არ არის შენზე დამოკიდებული. ანუ შენ თვითონ ვერ განსაზღვრავ რეალურად ხარ დამოკიდებული ერთი იმის საბაზრო ფასზე იმ ქვეყანაში, საიდანაც ყიდულობ, მეორე არის თუ არა გარიგება და მესამე არის თუ არა კიდე ინფლაცია. და როცა ჩვენ საუბრობთ კიდევ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა რომ ტურისტულად შევთავაზოთ, ასე ვთქვათ, საინტერესო დანიშნულების ადგილები და ამაში ვითხოვთ, რომ მოდით გავაკეთოთ ახლა ის ინფრასტრუქტურა დამხმარე, ქვეყანამ ჩადოს ფული და გავაკეთოთ დამხმარე ინფრასტრუქტურა, გამოს რომ რეგიონში კონკურენტუნარიანები საერთოდ აღარ ვართ. ანუ ჩვენი ფასი და ჩვენი ხარისხი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მეზობლებისგან ყიდულობთ პირველად პროდუქტებს და იმათაც აქვს თავიანთი ტურიზმი, უკვე აპრიორი ხარ არა კონკურენტუნარიანი. ანუ თურქეთი
კონკრეტულ ხუთღიან ტურს მთელი აი პროდუქციით, ყვებით და განთავსებით და მომსახურებით ყოველთვის უფრო იაფად შესთავაზებს, ვიდრე შენ შესთავაზებ. იმიტომ რომ შენ იმის გაყიდულობ და კიდე ორ ფაქტორზე დამოკიდებული ხარ. და ხარისხობრივად უკეთესად. ანუ ხარისხობრივად ხო, გააჩნია, ანუ ვის როგორი სურვილი აქვს და რას ეძებს, ხო, ავთენ ტურს თუ ეძებს ახლა. მასიურ ტურიზმში რომ ვერასოდეს ვერ გაუწევთ თურქეთს კონკურენციას მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათ ისინი უკვე ამისთვის მზად არიან, იციან როგორ მართონ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ. ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა ვმართოთ და მაგალითად 200 კაციანი ჯგუფი ერთდროულად რო განათავსო, გაქვს საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ადგილი. გვაქვს პრობლემა, რომ ჩვენთან ყველაფერი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვაგან, ხო? ეგ იგივეა და ეკონომიკა ვითარდება და ჩვენ არა. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ ყავს სადღაც 150,000 სიტყვაზე ადამიანი, რომელსაც შემოსავალი აქვს ძალიან მაღალი, დანარჩენს ძალიან დაბალი და საშუალოს ითვლიან და გამოდის საშუალო ხელფასი 2,000. სინამდვილეს საშუალო ხელფასი 2,000, ვისაც 36 ლარიანი ყავის ყიდვა შეუძლია ოჯახში, იმასაც არ შეუძლია, მე რომ მკითხო, უფრო მეტი უნდა გქონდეს, მაგრამ არის ალბათ ჯამში, რა ვიცი, რაღაც ძალიან პატარა პროცენტი საქართველოს მოსახლეობის. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ კი, ღარიბი ხალხის მდიდარი მთავრობა არის, ნამდვილად, ხო? ძალიან გაუგებარია ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის და მე ვფიქრობ, რომ არც არის აუცილებელი, რომ ყველა ერკვეოდეს ეკონომიკაში, ყველა ერკვეოდეს ფინანსებში. რა არის ფასი? ადამიანებმა რო კარგად გაიგოს, ფასი როგორ წარმოიქმნება, ხო? ფასი წარმოიქმნება ორი ძირითადი ფაქტორით. ერთი არის თვითღირებულება, ანუ რაღაცა გვიჯდება ჩვენ რაღაცის პროდუქტის მომსახურების წარმოება, შექმნა და მეორე ფაქტორი არის ბაზარი. ანუ ბაზარი უკარნახობს რაზე მაღალ ფასს ვერ დავადებთ. რა შემთხვევაში შეუძლია ბიზნესს რომ იმაზე მაღალი ფასი დაადოს პროდუქტს, ვიდრე ბაზარი კარნახობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რამე დამატებით ღირებულებას შესწენს ამ პროდუქტს, ხო, რამითი გააუმჯობესებს, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის და ამ შემთხვევაში შეუძლია რომ ბაზარზე არსებული საშუალო ფასზე მაღალი ფასი დაადოს თავის პროდუქტს და გაყიდოს. და თუ მაინც ამ კანონებს, საბაზრო ეკონომიკის კანონებს არ დაემორჩილება, ბაზარი მას შემოულაწუნებს და დაარეგულირებს, ხო და ეტყვის რომ აი კეთე ხა ჩოხის კალთები ან შენი ხარჯები შეამცირე, ხო? ან კიდე დაიხურე ქუდი და წადი. ესე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა. ანუ გადი ბაზრიდან, დატოვე ბაზარი, იმიტომ რომ ვიღაცამ შენზე უკეთესად გააკეთა ეს საქმე. მეორე ვარიანტი არის ზურა ჯაფარიძე რაზეც საუბრობდა, ხო? ოლიგოპოლიური მიმართულება, რომელიც ზოგიერთ ბიზნეს მიმართულებაში საქართველოში ცალსახად არსებობს და ეს უცნაური არავის არ იქნება თუ ვიტყვით რომ ფარმაცევტული ბაზარი არის ოლიგოპოლიური, ხო? საბანკო სექტორი არის ოლიგოპოლიური. ხარჯების მიღმა, სადაც ბაზარმა თავისი სიტყვა უნდა თქვას, ხო? სადაც თავისი სიტყვა უნდა უთხრას ეს ამ ბიზნეს, ამ შემთხვევაში სამი კაცი ჯდება მაგიდასთან და ამბობს რომ პარაცეტამოლი ხა ძალიან უტრირებულად ვამბობ, ხო? ლარი და 20 შენი დაადებ, მე ლარი და 25 დავადებ, შენ ლარი და 20 და ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, რომ სინამდვილეში პარაცეტამოლი როგორ იაფად შეიძლებოდა შეგვეძინა. ანუ სადღაც არსებობს შეიძლება იყოს რომ თავარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესები, თქვა საქართველოში, მათ შორის თქვა ქსელი, ანუ ინტერნეტი რეალურად წამალი და ბანკი, შეიძლება მისი თვითღირებულება ბევრად უფრო იაფია, მაგრამ იმიტომ რომ ბაზარი კი არ არეგულირებს ამას და კონკურენტები კი არ ჭამენ ერთმანეთს, არამედ სამი ადამიანი წყვეტს და სადღაც ზემოთ ლაგდება ეს ყველაფერი, ხო? ამიტომაც ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ რამ ხელაფას ნამატი აქვს ოლიგოპოლიურ ბიზნეს მიმართულებას. საქართველოს არ არსებობს ესე თავისთვის რაღაც სეპარირებულად და დამოუკიდებლად როგორც ქვეყანა და ეკონომიკა, ხო? ანუ ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის, გლობალური ბაზრის და გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ნაწილი და თუ კარგად გავიხსენებთ და ჩვენი მსმენელის თუ გაიხსენებს ძალიან ადვილად გაახსენდება რომ ესეთი რაღაცა უცაბედი მზარდი ტენდენცია ფასების დაიწყო მაშინ როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი და ათასობით იმიგრანტი შემოვიდა საქართველოში რომლის ერთადერთი კაპიტალი იყო ჯიბეში ფული ანუ ხალხი შემოვიდა და ზუსტად რაზეც ზურა ჯაფარიძე საუბრობდა ხო ანუ ფულის რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში და ბიზნესმა ეგრევე იყნოსა რომ აქ შეიძლებოდა ნაღების მოხსნა და ფასების გაზრდა იმიტომ რომ ის ადამიანები პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ყველაფრის გადამხდელები იყვნენ ოღონდ უსაფრთხოდ
ყოფილიყვნენ ეჭამათ კი ბატონო და წამალი ქონოდათ ხო ანუ შესაბამისად ამ პროდუქტებზე ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქცია რომელზეც გაიზარდა ფასი და ფასი უკან აღარ დაბრუნდა და ფასი უკან არც ბრუნდება ხალხო როდისმე ხსმენიათ თუ გახსოვთ რომ როდისმე რაღაცაზე ფასი გაიზარდა და ის მერე უკან დაბრუნდა განსაკუთრებით სამომხმარებლო პროდუქტს ეგეთი რამე არ არსებობს არც მსოფლიოში არ არსებობს რაღაც გამონაკლისები არსებობს მაგრამ ეგ ეხა ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენ თუ საკვების ფასებზე ვსაუბრობთ ხო საკვების ფასი რომ გაიზარდა ის უკან იმიტომ ვერ დაბრუნდება თავარ მიზეზებს ჩამოვთვლი პირველი იმიტომ რომ ბიზნეს იმაზე მეტად უჭირს ხარჯების შემცირება ვიდრე გაზრდა. უმალ გაზრდის, იმიტომ რომ ელოდება რომ რაღაცას მიიღებს, ვიდრე უკან დააბრუნებს. ეხლა 5 თანამშრომელი მყავს და 3-ს გაუშვებს და ეხლა რაღაცა ემიგრანტი გავიდა ეს ხალხი და აღარ არის, ეგრე არ ხდება, ხო? მეორე თავარი მიზეზი, ხო? თავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანი მომხმარებელი ეგუება, ადაპტირდება პირველადი მომხმარების პროდუქტზე, მაინც იყიდის. ანუ რაღაცას ისწავლის, რომ მეტი პროდუქტი სადაც იყიდის. თუნდაც არ იყოს და დაკარგოს ის მომხმარებელი, ხო? იმ მარჟით, იმ დანაკარგს დაარეგულირებს ბიზნესი და რაც თავარია. სამომხმარებლო პროდუქტზე უკან ფასი იმიტომ არ ბრუნდება, რომ პროდუქტები, რომელიც გაძვირდა, სანამ გაიაფდება, ის პროდუქტი, რომელიც იაფი იყო, არავის აღარ უნდა, იმიტომ რომ უკეთეს გაუსინჯა გემო, ხო? ანუ სულ უფრო და უფრო ახალი პროდუქტები იქნება, ხო? ხა დილოლი და ესა რა ქვია, ორბიტი არის ძვირი, მაგრამ გახსოვთ დონალდო და პედრო რო იყო, ხო? ანუ იაფი რო იყოს, იყიდით იმ პროდუქტს, აღარ იყიდით, იმიტომ რომ უკეთესი გასინჯეთ და ჩვენი ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზებითაც გაიზარდა ფასები, ანუ რაღაცაში არის ეს ხალხი, რა თქმა უნდა. მართალი როცა ამბობს რომ არის რაღაც მიზეზები როცა რაც არ არის შიგნითა პროცესებზე დამოკიდებული. გარეთ მოხდა რაღაცა და გაიზარდა ეს ფასი, მაგრამ შენ რა რეაქცია გაქვს? რეალურად ეს აღქმა რომ რა ვიცი ფასი ბრინჯი ღირს 4 ლარი მაშინ რა ქვია რაც გერმანიაში თუ რა ვიცი უნგრეთში თუ რუმინეთში და საქართველოში იგივე ღირს 10 ლარი ეს აღქმა მოსახლეობაში არის რატო შეიძლება იყოს განსხვავება ფასებში რა პირველი ფაქტორი ეს არის რაზეც არ საუბრობდა და პოლიტიკოსებს არ უთქვიათ ეს არის პატარა ბაზარი საქართველო არის პატარა ბაზარი ეს მასშტაბის ეკონომიკა არ არის გამოგონება და მითი რა ნამდვილი ფენომენია შესაბამისად როდესაც სუპერმარკეტი გერმანიაში ყიდის ბრინჯს ის ჯამში ყიდის შეიძლება 30-ჯერ მეტ ამ ტიპის პროდუქტს და ყიდულობს წარმოებლისგან 30-ჯერ მეტს ის ქსელი ვიდრე საქართველოში იმპორტიორი ამ ბრინჯის და მერე გამყიდველი შესაბამისად შესაძლოა რომ უკვე წარმოებლისგან ნაყიდი ფასი იმ ბრინჯის გერმანიაში იგივე ბრენდის გერმანიაში და საქართველოში იყოს განსხვავებული შეიძლება პირველ ეტაპზე აი წარმოებლისგან ნაყიდი ფასი იყოს განსხვავებული ქართული ქსელისთვის და გერმანული ქსელისთვის მხოლოდ იმიტომ რომ ის ყიდულობს შენზე 30-ჯერ მეტს ამიტომ მისი ასე ვთქვათ აი ეს პირველი ფასი რასაც ის თვითღირებულება თუ თვითონ აწარმოებს ან შესყიდვის ფასი თუ ყიდულობს სხვისგან იყოს უფრო დაბალი. ეს ერთი ფაქტორი მგონი აი ობიექტურია ჩემი აზრით. მეორე ფაქტორი ეს არის საგადასახადო რეჟიმი. რომელიც უნდა ვახსენოთ, ხო, რომ ძალიან ბევრ პროდუქტზე ევროპაში არის უფრო დაბალი საგადასახადო რეჟიმი, დღე გახსენეთ თქვენ, ვიდრე საქართველოში. ძალიან მათ შორის გერმანიაშიც. შესაბამისად ეს ფაქტორი იწვევს სხვათანაბარ პირობებში იქ უფრო დაბალ ფასს ვიდრე საქართველოში. მესამე, ეს არის მიწოდების ჯაჭვი და თუ არ გახსოვს ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა ამაზე, თუ ეს წარმოება ხდება პირობითად გერმანიაში ან ბრინჯის. ან საფრანგეთში, ან არ ვიცი ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მიწოდების ხარჯი თუ გერმანული სუპერმარკეტის ქსელი ახორციელებს შესყიდვას იქნება უფრო იაფი ერთ-ერთეულზე, ვიდრე რომ ეს ბრინჯი შენ ჩამოატანინო და ჩაჯდე ამ მიწოდების ჯაჭვში საქართველოში. ეს აძვირებს პროდუქტს. ავიღოთ მაგალითისთვის დაფინანსების ხარჯები, ხო?
საპროცენტო ხარჯი რაც აქვს ესხზე გერმანულ ქსელს რადიკალურად განსხვავებული. რამოდენიმეჯერ განსხვავებული. და დავასრულებ ამ ეტაპზე ბიზნესის კეთებისას ყველა ბიზნესი მე ჩემს სტუდენტებს ამას ვასწავლი ბიზნესის კეთების ასე ვთქვათ მომგებიანობა არის პირდაპირ კავშირში რისკთან. საქართველოში ბიზნესის კეთება არის ბევრად უფრო რისკიანი ვიდრე გერმანიაში. შესაბამისად, ვინც შედის ამ ბიზნესში, მას ეს მოთხოვნილი მოგება გერმანიაში და საქართველოში შეიძლება რამოდენიმეჯერ იყოს განსხვავებული. შესაბამისად, შენ რომ მეუბნები, აი, ფინანსების ფუნდამენტური პრინციპების და საფუძვლების წინააღმდეგ არის ნათქვამი, რომ ამბობ, რომ გერმანულმა და ქართულმა კომპანიამ უნდა მიიღოს იგივე მოგება, იგივე საქმეში. კონკურენცია თუ არ არის აქ და ხუთმა კაცმა თუ შემოიტანა ის ყოველთვის უფრო ძვირი იქნება, ხო? რაღაცა საბანკო პროცენტი ყოველთვის უფრო ძვირი იქნება, იმიტომ რაც უფრო გაუარესდება შენი როგორც ქვეყნის რეიტინგი, მით უფრო ძვირად გექნე, ძვირს გადაიხდი ფინანსურ რესურსში და ყველაფერში შენი როლი არის, ანუ მაგისი გააზრება არის ყველაზე რთული, რომ ხო, ამას ქვია ქვეყნის რისკის პრემიას ეძახიან ფინანსებში, რა. როცა ამბობ, თუ შენ ხარ არასტაბილური წყობა, ლეგიტიმაცია გაქვს მინიმალური, პოლიტიკური რისკები არის ძალიან მაღალი, შესაბამისად სასამართლო არა გაქვს, კრიმინალი მაღალი. კერძო საკუთრების დაცულობის ხარხის ქართული ოცნება. არა, კერძო სტაბილური. როდესაც ბაზარზე მოქმედებს ეს ფაქტორი, ხა იძახის არ იძახის. ამიტომაც ქვეყნის ქართულ ოცნებას თუ შეუძლია რაღაცა გააკეთოს და ხო ჩამოთვლილ შეუძლია გააკეთოს. ხო არის, მან უნდა იზრუნოს რომ ქვეყნის რისკის პრემია, რომელიც ფინანსური ტერმინია და მაგრამ დაკავშირებულია რომ აი რამდენად რისკიანია ბიზნესის კეთება ქვეყანაში და იმის მიხედვით შემოდის ინვესტორი და ელოდება სარგებლის მიღებას. იმის მიხედვით ფიქრობს ფასდადებაზეც მათ შორის, ხო? უნდა იზრუნოს ამაზე რომ შემცირდეს. უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები მიუახლოვდეს ევროპულს, რომ დაფინანსება იყოს უფრო იაფი ქვეყნისთვის. უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ აი ამ მიწოძების ჯაჭვის რაღაცა ნაწილში და ამის შედეგად შენი იმპორტი გაიაფთება. უნდა იზრუნოს იმაზე, რომ და შეუძლია ყისიერად გააკეთოს დიფერენცირებული DGG და იმ რაღაც 10-15 პროდუქტზე, რომელზეც ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ნაწილი არის დამოკიდებული, იმაზე ყისიერად შეუძლია 20%-ით ფასების შემცირება. და ამიტომაც აი ეს ყველაფერი იწვევს მაღალ ფასებს. და მას შეუძლია ასევე ცოტა რთულია, მაგრამ ბაზრის კონცენტრაცია მოახდინოს იმ მეთოდებით, რომელიც შეიძლება უფრო მისაღებია, ვიდრე მოახდინოს ეს სუსმა თავისი გამოძიებით. ანუ რაც აბსურდია თავისთავად ბაზრის კონცენტრაციას, რომელიც ისედაც მიდიოდა სხვათა შორის ამ ბაზაზე, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ტრაგედია ქვეყნის ბიზნეს კლიმატისთვის. აი მე ინსტინქტურად რომ მართლა გერმანულ მიწევს ხშირად ყოფნა გერმანულ და ქართულ სუპერმარკეტში მეც ვადარებ ფასებს, მეც მიჩნდება უკმაყოფილება ყისიერი და მეც ბრაზდები. ეს უნდა ყველამ თქვათ, ეს ხდება. მაგრამ შემდეგ ეს აი ამ ბრაზზე თამაშობს ქართულ ბიზნესზე ხო არ ბრაზდები? მაგრამ მე რა თქმა უნდა ქართულ ბიზნესზე ბრაზდები, მაგრამ ხორცზე და რძის პროდუქტზე არის. ამაგასაც ხომ ნიშნულობა აქვს, ანუ აი რომელ პროდუქტზე არის რა? ეგ ცალკე არის, მაგრამ ნუ აი რატო სტერეოტიპი რომ საქართველოში რაც იწარმოება ადგილობრივ ბაზარზე, ის უნდა იყოს აუცილებლად იაფი, ანუ საიდან გვაქვს ეს? ეს ცალკე თემა, არა, მე სხვა რაღაცას ვამბობ, ანუ არსებობს პროდუქტები, რომელიც არის აი რაც აბსოლუტურად არა მარტო ყველა ან ბევრი ინდუსტრიისთვის არის მნიშვნელოვანი, ამედ საარსებოდ არის აი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანები, ანუ ჩემი თაობის ხალხს, სადაც ვამბობთ, რომ ვაიმე გახსოვს ორ თვეში ერთხელ ჭამდით ხორცს, ხო? იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი ერთი რო არ იყო, მეორე რომ სოფლიდან აქამდე თბილისამდე ვერ ჩამოდიოდა, მესამე რომ ძალიან ძვირი ღირდა, ხო? აი ეს რაღაცა ეს დარჩენილი გვაქვს ეს ამბავი რა, რომ აი ხორცი და რძის პროდუქტები. და აი ეგ არის პირველ რიგში რაც გემართება ეგის, რომ რანაირად, კაცო, აქ ვიხდი 5 ლარს თუ 6 ლარს 200 გრამში და გერმანიაში ვიხდი 50 ცენტს ნახევარ კილოში. აი ეგ არის, ვიცი, მაგას ვამბობ. მათ შორის იმიტომ
ეგ კომისია არის სინამდვილეში თავიდან ბოლომდე პიარი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ ერთი რომ ზოგად ფასების დაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, თუ ვიღაცას აქვს დომინანტი მდგომარეობა ბაზარზე, მაგის არსებობს ეგრეთ წოდებული კონკურენციის სააგენტო, ლექვინაძე არის თუ სწორად მახსოვს ჯერ კიდე ამ სააგენტოს ხელმძღვანელი და თუ რამე მსგავსი ხდება, მან უნდა გამოიწვიოს, მაგრამ მე არ ვიცნობ უბრალოდ ამ ქვეყანაში ადამიანს, რომელსაც ჯერა რომ სიტყვაზე რაღაცა პროდუქციის, აი რაღაც კარაქის ან რძის ან რაღაცის ბაზარზე ვიღაცას აქვს დომინანტი პოზიცია და მას აქვს დალაგებული ივანიშვილთან. ვინმე ჯერა რომ ლექვინაძე მას პრობლემებს შეუქმნის, არა ხო? და პირიქით, ვიღაცამ ივანიშვილის გარეშე თუ რაღაცა დაალაგა, მაშინ ლექვინაძე ამას იპოვიდა და შეუშლიდა ხელს. ამიტომ თუ ეგეთი რამე არსებობს რაღაც კარტელური შეთანხმებები, არსებობს რაღაცა დომინანტი მდგომარეობა ბაზარზე რაღაც პროდუქტთან მიმართებაში, ვიღაცას აქვს ექსკლუზიური უფლება რაღაც პროდუქტი შემოიტანოს და გაყიდოს შემდეგ, ეს ყველაფერი დალაგებული სადღაც ძალიან მაღლა და მაგას ლექვინაძე ვერაფერს ვერ უზომს. ვერც საპარლამენტო საკანონმდებლო კომისია მას ვერ უზომს. ანუ თუ ივანიშვილთან აქვს დალაგებული რაღაც ივანიშვილ ოჯახის წევრს და რაღაცას ყიდის ექსკლუზიურად ამ ქვეყანაში და აქვს მაღალი მოგების მარჟა და ამ ბაზარზე ვერავინ ვერ შედის, ანუ თავისუფალი ბაზარი კონკურენცია გაუწევს და ფასება დაიწიოს, ვინ მათიკაშვილი პრობლემებს შეუქმნის ივანიშვილის ახლობელს თუ წილოსანი შეუქმნის პრობლემებს ივანიშვილის ახლობელს. ხო, ზღაპარია, ხო? ანუ სისულელეა ეს თავიდან ბოლომდე არის სისულელე. თუ ივანიშვილთან აქვს ვიღაცას დალაგებული ეგ ფასები დარჩება და ვერავინ მაგას პრობლემას ვერ შეუქმნის, თუ არა, მაშინ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ზოგად ფასების დაზე და ეს არის ეროვნული ბანკის პრობლემა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრობლემა, ზოგადად მონეტარული სისტემის, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ქართული ოცნების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ზოგადად მიმართულია იმისთვის, ერთადერთი მიზანი მათი არის ძალაუფლების გამყარება და ძალაუფლების გამყარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება გარდა ძალოვანი სტრუქტურებისა და ძალოვანი საშუალებებისა არის ეკონომიკური დამორჩილება მოსახლეობის, ანუ გაღარიბების საშუალებით, საკუთარი ძალაუფლების გამყარება და სიმდიდრის მოკუჩება, რაღაც ეგრეთ წოდებული ბიზნეს, ანუ მსხვილი ბიზნეს ელიტის ხელში. ხო, ანუ სასათბურე პირობების შექმნა, მცირე რაოდენობით ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის და თან ისეთი განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესებისთვის, რომელიც თავისი ბუნებით არის სპეკულაციური, როგორც არის დაუშვა ისეთი მიმართულებებისთვის ხელშეწყობა, როგორც არის მხოლოდ უძრავი ქონების ბაზრის განვითარება, მხოლოდ საფინანსო სისტემის მოთამაშეების გაძლიერება და არა იგივე ტექნოლოგიების ან რაღაცა პროგრესზე ორიენტირებული მიმართულებების განვითარება. თვითონ ის რაც ეხლა ხდება, ეს ნაბიჯები რაც ბოლო პერიოდში გადადგა ოცნებამ, თავისთავად უკვე იმით არის კომიკური შეიძლება ითქვას და უაზრო, რომ სუსი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის, ფასებთან, მას დაევალა, აი ამის გამოძიება და დარეგულირება და შესაძლოა ამის ერთადერთი მიზანი იყოს, შიდა ძალებში, ამ ძალების გადანაწილება და რომელიღაცა ჯგუფების მხრიდან, საკუთარი ძალაუფლების გამტკიცება და სიმდიდრის გადმოქაჩვა, ასე სხვადასხვა ჯგუფებისკენ. პარადოქსია, როდესაც საუბრობს ქართული ოცნება მაღალ ფასებზე, როდესაც მთელი სექტორი, ანუ რითეილ სექტორი არის მისი შემომწირველი. ანუ მისი გუნდის წევრები, ანუ დეპუტატები არიან რითეილ კომპანიის ხელმძღვანელები და მათ შორის 15 მილიონი ლარი აქვს მიღებული შემოწირულობის სახით ქართულ ოცნებას და გველაპარაკება აი ამ ფასის კლებაზე. ანუ საკუთარ გუნდს ელაპარაკება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთან თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს, როდესაც დემოკრატიული უკუსლა იყო და მათ შორის სასამართლოს რეფორმას ითხოვდა ევროკავშირი, რომ კეთილსინდისიერების ტესტი ჩაებარებინა მაგალითად მოსამართლეს, ხმა არ მოუღია ბიზნესს და დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც არც დემოკრატია, არც სასამართლოა და მათ შორის ომბუდსმენი, რომელიც ბიზნეს ომბუდსმენი, რომელიც არსებობდა მთავრობის ხოლგის ქვეშ, ისეც კი აღარ არსებობს და ამ პირობებში რა ფასების კლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან რა თავისუფალ ბიზნესზე, ეს არის შიდა, ესე რომ ვთქვათ, პარტიული პოლემიკა ფასებთან დაკავშირებით. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება. თუ ვლაპარაკოთ ფასების კლებაზე, პირველი რაც უნდა გააკეთოს და რაც აქვს ხელში ხელისუფლებას, ეს არის საკანონმდებლო ბერკეტები და თუ რეპრესიულ კანონმდებლობას ერთ დღეში იღებენ, რა უნდა იმას, რომ მაგალითად აქციზის გადასახადი შემცირდეს. მაგალითად არ არის ხო პრობლემა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი შემცირდეს იმ დროს, როდესაც
ივანიშვილის ოქროზოდები არის გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასაღადად. ანუ ქართული ოცნების პოლიტიკა არის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, მათი ინტერესი არის ძალიან კერძო, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ანუ ან ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ან მისი პირადი ინტერესია, ან კორპორატიული ინტერესია იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად ქონდეს სახელმწიფო პრეფერენცია კერძო კომპანიას, ამ სახელმწიფო პრეფერენციას მოყვება ის, რომ მიიღებენ შემოსავალს პარტიაში და აი კონკრეტული ციფრი არის 15 მილიონი ლარი და მათ შორის აი კონკრეტული მაგალითი საპენსიო სააგენტო სხვათა შორის ძალიან დახურული ორგანიზაციაა და ობლიგაციები გამოსცა ნიკორამ, აი ეს ობლიგაციები შეისყიდა ისე რომ არავის არ კითხა საპენსიო სააგენტო და ამის შემდეგ საერთო არჩევნებზე ნიკორას თანამშრომლები მიდიან და ფულს წირავენ ქართულ ოცნებას. ანუ ეს ხო პოლიტიკური კორუფცია და აი ამ პოლიტიკური კორუფციის ჯაჭვში არის მთელი ჩვენი ქვეყანა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გვიძვირდება ცხოვრება და ამასობაში ქართული ოცნების ჩინოვნიკები დიდრდებიან. ლაპარაკია მაღალ ფასებზე თუ ლაპარაკია ფასების დასზე. როდესაც უსმენდით პოლიტიკოსებს, განჩნდა ჩემთვის დაბეჭდილება გამიჩნდა, რომ ისინიც რაღაცნაირად ბოლომდე კომფორტულად არ არიან იმ ხრივ, რომ ცალკე ფენომენი არის ეს ხელმისაწვდომობა რაღაცა პროდუქციის, რომელიც არის ცალკე პრინციპში დისკუსიის საგანი. მეორე არის ფასების რაღაცა კვარტალური თუ წლიური თუ თვიური მაღალი ზრდა, რომელიც არის ინფლაციის თემა და ცალკე დისკუსია და მათ შორის ჩემი აზრით აი ამ არევით ამ თემების ცდილობს ქართული ოცნება რაღაცნაირად ვერ გაიგო რა პრობლემაზე საუბრობს ისე. თუ საუბარი არის ფასების ზრდაზე, ანუ ინფლაციაზე, მაშინ გვაქვს კონკრეტული უწყება სახელმწიფო, ეროვნული ბანკი, რაზეც ასევე ნაწილი პოლიტიკოსები საუბრობდა, თუ სწორად მახსოვს, პასუხისგებელი არის ფასების სტაბილურობა. შესაბამისად, თუ კითხვები უჩნდება აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ აი რატო იზრდება ფასები ასე სწრაფად, ადრესატი წესით ამ კითხვის არის ეროვნული ბანკი, რომელმაც უნდა თავისი პოლიტიკით უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა. ხელისუფლების ერთი გოლი ელაპარაკება მეორე გოლს პრობლემაზე, რომელზეც ისინი ერთად არიან პასუხისგებლები რაღაცა ფორმით. და ანუ ეს არ უნდა ეხებოდეს ბიზნესს, ეს უნდა ეხებოდეს მართველობის მატარებელ რგოლებს. ამას ეს არ უნდათ რა. მეორე თემა ეს არის საკითხი თუ მაღალი ფასების ფენომენი ზოგადად რა. და აქაც მე მგონი აქაც იყო საუბარი პოლიტიკოსებთან, რომ ეს ერთადერთი რაც წესით არ შეიძლება ასე დროს არის გარიგება. ანუ ეს ეგრეთორები კარტელური გარიგებები, როცა სხვადასხვა მიმწოდებელი თანხმდება ერთ ფასზე, ან თანხმდება ფასების, ასე ვთქვათ, დაგეგმილ სინქრონულ ზრდაზე, ხო? ეს არის, ასე ვთქვათ, ითვლება არაკეთილსინდისიერ ქცევად და აქაც არსებობს სახელმწიფო უწყება, თუ არის ორგანო, კონკურენციის სააგენტო, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ეს არ დაუშვას და თუ აქვს ვარაუდი, რომ რაღაცა მსგავსი ხდება, შეისწავლოს და რომ შეისწავლის რაღაცა დასკვნა დადოს და მე ამ დასკვნის საფუძველზე რეაგირება მოახდინოს რაღაც მართლობის სხვა გოლები. ამიტომაც აქაც ურთიერთობა მიდის ისევ მართლობის გოლებს შორის. განზრახ ხდება აღრევა თემების იმისთვის, რომ მოსახლეობამ ვერ დაინახოს, რომ იდეაში ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია ქართული ოცნების, ამ შემთხვევაში როგორც მართლობის განმახორციელებელი პარტიის, რომ იმუშაოს ეფექტიანად და რაც ხდება, ის არ ხდებოდეს. და შესაბამისად, ეს პირველი ეს ისრების გაშვერა სხვა მიმართულებით უკვე ნიშნავს, რომ ზაკრულ გეგმასთან გვაქვს საქმე და რაღაცა პოპულიზმის ელემენტები უფრო დომინირებს, ვიდრე ობიექტური სურვილი პრობლემის მოგვარების. თუ გიწევს უცხოეთში მოგზაურობა, მაშინვე ამჩნევ ამ რაღაცა განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში ან აღმოსავლეთ ევროპაშიც, მაშინვე ამჩნევ ამ განსხვავებებს ფასებში და გიჩნდება რაღაც უკმაყოფილების განცდა და ეს პირველი რეაქცია არის რომ რაღაცას გატყუებენ. ხო? ეს პირველი რეაქცია და
ჩემი აზრით რატო არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ პირველ მყისიერ რეაქციაზე თამაშობს ქართული ოცნება. ეს დაიჭირა ქართულმა ოცნებამ და ამაზე აპელირებს. რა ამ მყისიერ პირველ რეაქციაზე, რომელმაც უნდა გათიშოს, ასე ვთქვათ, ამომრჩეველი თუ მომხმარებელი. უკმაყოფილება ალბათ უფრო. ხო, რაღაცა მე შენთან, აი მეც გძნობ, რომ რაღაცაშია საქმე, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მომხმარებლებს შეიძლება ეს რეაქცია გვაქვს და შემდეგ უკვე ეს რაღაცა აპელირება ამ რაღაცა ფასნამატზე, ხო, რომ აი ეს ფასნამატი არის მაღალი და შესაბამისად, რადგანაც ფასნამატი არის მაღალი, ვიღაცა ასე ვთქვათ, უძარცავს და ვიღაცა არის ხარბი და ვიღაცა არის პრობლემა, რომელსაც უმკლავდება ქართული ოცნება. ჩვენი ხელისუფლების შექმნილი კომისიის როლი რა შეიძლება იყოს თუნდაც იმ მიმართულებით, როცა ჯანსაღი კონკურენცია, ზოგიერთ ბიზნეს მიმართულებაში არის ჯანსაღი კონკურენცია და ბევრი კონკურენტი ერთმანეთს საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის კი ბატონო. და მეორე ნაწილი ოლიგოპოლიის შემთხვევაში. როდესაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სახელმწიფო ეუბნება ბიზნესს, რომ შენ ფასი უნდა დაწიო, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ნაწილი ბიზნესების დატოვებს ბაზარს, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება იმ ფასით რაღაცა ხარჯების გაღება, ხო? და ისევ ოლიგოპოლიური ნიადაგი შეიქმნება, რომ იქ ვიღაცა მსხვილი ტიპები დარჩნენ, ხო? დარჩნენ და იმათმა გადაინაწილონ ის ბაზარი, ხო? და ოლიგოპოლიის შემთხვევაში რა ხდება, რომ ვის გუჯერა ეხა რომ ვიღაცა მივა და იმ ხალხს ხეთით დაუქნევს რომ შენ ფასი უნდა შეამცირო, ხო? ან თუნდაც შეამცირონ, ჩვენ როგორ გავიგებთ, სადამდე შეძლოთ მათ იმ ფასის შემცირება. ვერასოდეს ჩვენ ამას ვერ გავიგებთ, ჩვეულებრივი ადამიანები. აქედან გამომდინარე, მიზანი რა არის? ანუ რას ემსახურება ეს? როგორ შეიძლება რომ ეს მართლა ფასების დაკლებაში აისახოს, ხო? მე მართლა ძალიან მაინტერესებს ეს გამოძიება თუ დაკითხვები როგორ ჩატარდება, იმიტომ რომ რა არის ორი ხაზია, რა. ერთი რომ პირდაპირ ამბობენ რომ ესენი არიან გარიგებულები. ხო, აი მაგას ამბობენ. მაგრამ მე ამბობენ რომ ფას წარმოქმნა ჯერ რაღაცა ფასნამატის ფორმირების რაღაცა უცნაურ ტერმინებს ახსენებენ, მაგრამ გავაროთ რომ ფასის ფორმირების პროცესსაც შეისწავლენ. კაცო, თუ გარიგებულები არიან, რა ფორმირებაზეა ლაპარაკი. ბოლო რაც გავიგე, ყველაზე ესეთ სასაცილო იყო, რომ ესეც ხო, მე რა ჩემთვის რატო აიცი, ჯერ ტრაგიკულია რაც ხდება, მეორე რაღაც საინტერესოც არის რა, რომ ეს როგორ აზროვნებს აი ეს კოლექტიური ქართული ოცნების მანქანა. თვებიან ეთყობა რა, რომ აი რაღაცაში არის საქმე რა, იმიტომ რომ ჩემი აზრით მიხვდნენ უკვე მინიმუმ იმას, რომ პირობითად რავი თუ ორი ნაბიჯი და ნიკორა არ არიან გარიგებულები ფასზე, ისინი არიან სასიცოცხლო კონკურენციაში. თანამშრომლები აკავთ რომ ყოველდღე შეამოწმონ ერთმანეთის ფასები, რომ აი იმ დღეს არ დაკარგონ კლიენტები. ამას მიხვდნენ რა და ბოლო ესეთი მარგალიტი იყო ის, რომ ისო რა ქვიაო. ჩვენო გონიაო, რომ ბიზნესის კეთების ეფექტიანობა არის დაბალი ამ კომპანიებში და პარლამენტიო ეს პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე თქვა ის რა ქვია ბერიკაშვილი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ეხლა პარლამენტარებიო, რომ ბიზნეს მოდელი გახადონ ამ კომპანიებმა უფრო ეფექტიანი. ანუ ფაქტურად ეს განაცხადეს, რომ ანუ განათლება ყოფილა პრობლემა. ანუ როგორც ჩანს, იცი რა, შინაგანად განცდა რა, ჩემი აზრით. ეს ძალიან საინტერესო მგონია, რომ არც კარტელი არ არის როგორც ჩანს რა, ანუ არ ზიან და არ თანხმდებიან, რომ ეხლა მოდი რა, ესე რა ქვია, არაჟანი იღეს ხიდეს 4 და 30. ეს არა. ხედავენ კიდევაც რომ მომგებიანობა არა აქვს მაღალი დიდ ნაწილს მოთამაშეების, ანუ მოგების მარჟებიც არა აქვს მაღალი. აქაც ვერაფერს ვერ იტყვიან, ხო? და ამიტომაც აი ეძებენ რას მოეჭიდონ პარალელურად, იმიტომ რომ ერთი მხრივ დავალებაა რომ გაკიცხეთ ეს მოთამაშეები, თითი დაუქნიეთ, მაგრამ აი რაზე დაუქნიონ თითი, განსაკუთრებით ეს პარლამენტში იგრძნობა ეს შფოთი. პირობითად ორნაბიც აქვს ბრუნვა 1.4 მილიარდამდე, დაახლოებით 24 წელს. ეს არის უდიდესი კომპანია, რომელშიც ვერ იქნება მომგებიანი რაღაც დონეზე, მაინც თუ არის არაპროფესიონალები დაკომპლექტებული. ხო და ამათ ასწავლიან პარლამენტი და მთავრობაში მჯდომი იურისტები ბიზნესის კეთებ და სუსი. ასწავლის ბიზნესის კეთებას. არიცია რა. იმიტომ რომ არ არის. იმიტომ რომ არ არიან კომფორტულად ამ პროცესში. კითხვა მინდა დაგის, აი როგორ ფიქრობ?
რომ აი ეხლა მაგალითად ხო აი ყველა ის ასე ვთქვათ დაანონსებული ქმედება ხო რეალურად არის რაიმე შედეგის მომტანი? პოპულისტური რა არა გავიგე მაგრამ რაღაცა დონეზე შედეგი ხო და ბრინჯი აღარ ეღირება ცოტა ხანი მაინც ხო ანუ არაფერი არ მოხდება ალბათ უფრო მოხდება ბრინჯის ფასი შემცირდება და ისიც შეიძლება რაღაც ისევ იმ ოლიგოპოლი სტეპს შორის მოხდება რაღაცა ოდნავ რაღაცის და რომელსაც ვერ მივყვებით ეს გაგრძელდა თუ არა როცა ვისმენ ნებისმიერ მათ ინიციატივას მათ შორის საკანონმდებლოს და როცა ტელევიზორში ლაპარაკობს როცა ტელევიზორში საუბრობს ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი აი ესე უკან ვიყურები ხოლმე რომ ნეტა ვის ელაპარაკება ანუ არ ვიცი მე არ მელაპარაკება ის ელაპარაკება თავის ამომრჩეველს რომელსაც იცის როგორ აუხსნას მარტივად როგორ დააჭიროს მტკივნეულ ადგილას თითი ან მომხმარებელთან და ამომრჩეველთან საუბარი ჭირდება ოპოზიციასაც ხო თუ ხელისუფლება აპელირებას აკეთებს მტკივნეულ სოციალურ პრობლემებზე და შერჩეული აქვს ძალიან ეფექტური მესიჯ ბოქსი იმისთვის რომ ადამიანები ანთოს რაღაცის წინააღმდეგ, ხო? ანუ შესაბამისად თან ეს მოახერხოს რაღაც ქარის წისქვილებთან ბრძოლის მეთოდით, ხო? შესაბამისად გონივრული ოპონირება უნდა გაწიოს ოპოზიციამ. ეს პირდაპირ კავშირში არის სიღარიბესთან სინამდვილეში სწორი მონეტარული პოლიტიკა, უბრალოდ მონეტარული პოლიტიკა არის ესეთი მიმართულება ზოგადად ეკონომიკაში, რომ ამაზე არის ბევრი სხვადასხვა ეკონომიკური სკოლები, რომლებიც ამას დაუბრუნებენ. მე შევიდა ვთქვა ის რისის მე მჯერა, ჩემს ეს არის ყველაზე სწორი სხვადასხვა მონეტარულ სკოლებს შორის, ეკონომიკურ სკოლებს შორის. ჩემს სწორი იქნება საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ არ გქონდეს საკუთარი მონეტარული პოლიტიკა საერთოდ. ჩვენ ვარი ვთქვათ ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ ბანკის ნაცვლად ჩვენ გქონდეს ეგრეთ წოდებული სავალუტო საბჭო, თუ მაინც და მაინც ლარი შევინარჩუნებთ, ეს ლარი იყოს ფიქსირებული კურსით მიბული რომელიმე ვალუტების ეგრეთ წოდებულ კალათასთან. ანუ დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რომ გავაკეთოთ იგივე, რაც გააკეთა თავის ძოზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, როდესაც საბჭოთაშივე დაიშალა, მათ მიაბეს საკუთარი ვალუტები გერმანულ მარკას, შემდეგ როდესაც მარკა აღარ იყო და გერმანია გადავიდა ევროზე, მათი ვალუტები დარჩა ფიქსირებული კურსით მიბული ევროზე და შემდეგ თვითონ შევიდნენ ევროზონაში და მათთან იქ არის ხა მიმოქცევაში евро. ეს იძლევა საშუალებას, რომ შენ გქონდეს სტაბილური ვალუტა, სტაბილური ვალუტები ზოგადად დედამიწაზე არის ძალიან ცოტა, ხელებზე შეგვიძლია ჩამოთვალოთ რამდენი ეგეთ სტაბილური ვალუტა. ამიტომ იმის გამო ჩვენ პატარა ქვეყანა და იმის გამო ჩვენ გვაქვს და უნდა გქონდეს მაქსიმალურად გახსნილი ეკონომიკა, არანაირი შინაარსი იმას, რომ ჩვენ გქონდეს საკუთარი მონეტარული პოლიტიკა, უბრალოდ არ გააჩნია გარდა იმისა, რომ არის რისკები დაკავშირებული იმასთან, რაც ახლა გვჭირს და ეს რისკები არის ის, რომ ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი, მათ შორის ეროვნულ ბანკს საკუთარ დამოუკიდებლობასთან მიმართებაში პრობლემები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული სავალუტო ფონდის ანგარიშებში ყველგან ხდებოდა ეს პრობლემა, იმიტომ კანონმდებლობა შეცვალეს, რის გამოც რის შედეგადაც რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღო კოლეგიურ ორგანოს, როგორც არის ეროვნული ბანკის საბჭო, ამას იღებს ერთპიროვნულად თურნავა. რაც გასაგები სიგნალი იყო მაშინ ჯერ კიდე რომ უნდათ ეს ინსტიტუტი გამოიყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ხო, ამიტომ ეგეთი რისკებისგან თავი რომ დავიზღო და იმაზე არ ვიფიქროთ, კარგი ხელისუფლება გვეყოლება თუ ცუდი ხელისუფლება გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ესმის ეკონომიკა თუ არ ესმის ეკონომიკა თუ ესმის მონეტარული პოლიტიკა თუ არ ესმის პოლიტიკა, უარი ვთქვათ საერთოდ საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაზე, საკუთარი ვალუტის ფიქსაცია მოახდინოთ რომელიმე სტაბილურ ვალუტაზე ჩვენ ვიდივართ ევროკავშირისკენ ამის ჯერა და ჯობია თუ ეს იქნება ევრო ან რაღაც შეიძლება კალათი იყოს ვალუტების და გავიაროთ ის გზა რაც გაერა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რაც ხელს შეუწყოს ამ ქვეყანაში ბევრი რისკების შემცირებას და მათ შორის ინვესტიციების შემოდინებას რაც ჭირდება ამ ქვეყანას. ანუ ამ ყველაფერს ჯერ ჭირდება ხელისუფლების ცვლილება. როგორც თქვით, სხვადასხვა ეკონომიკურ სკოლას ამაზე თქვათ, სხვადასხვა ახსნა აქვს. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და თქვათ, ერთი მიმართულების გაუმჯობესება ან ერთი მიმართულებით რაღაც ცვლილებები, რეფორმები ამას ვერ გამოასწორებს, ამას უნდა კომპლექსური მიდგომა, თქვათ და ყველა მიმართულებით თანაბრად განვითარება, ცვლილებების შეტანა, ეს იქნება თქვათ განათლების მიმართულება, სასამართლოები, ანუ იუსტიციის მიმართულება, ჯანდაცვა, თუ სხვა თქვათ სოციალური სფეროები, რომელიც ამ წუთას თქვათ ყველაფერი არის კომერციალიზებული და ეს ვფიქრობ არის რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იმისა, რომ ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაუშვათ ჯანდაცვა, განათლება, ხო, ეს
იწვევს ადამიანთა უფლებების გარკვეულწილად შეზღუდვას, როდესაც თქვათ ყველას არ აქვს ერთნაირი წვდომა განათლებაზე და აქ არ იგულისხმება მაინც და მაინც რადგანაც შეცდომით თქვათ ამას განსაკუთრებით თქვათ შეიძლება სოციალ-დემოკრატებს აბრალებენ რომ თანასწორობა გაიგივებულია ხშირად თქვათ თანაბართან და არა სამართლიანთან. სინამდვილეში თანასწორობა ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის სწორედ სამართლიანობა. ან მშობლის სოციალური მდგომარეობა დაუშვათ არ უნდა იყოს გამსაზღვრელი შვილის განვითარებაზე, ანუ წვდომაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. ანუ თუ თქვათ ზარმაც მშობლის შვილს მარტივად რო ვთქვათ, არ უნდა გქონდეს ნაკლები წვდომა განათლებაზე, არ უნდა იყოს შეზღუდული ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებთან და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს კორუფცია საბიუჯეტო დონეზე. კორუფცია ეს არის სისტემური ხასიათის და თუ ლაპარაკობთ იმაზე, როგორ შეიძლება აი ამ ლოგისტიკური ჯაჭვის ისე დაშლა, რომ აღარ იყოს კორუფცია, ოლიგოპოლია და მათ შორის მონოპოლიები, რა თქმა უნდა, გჭირდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმი, ისეთი სტრუქტურა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და საპარლამენტო დონეზე იქნება ლეგიტიმაცია, მას აღარ იქნება გავლენა და ზედამხედველობას ვეღარ მოახდენს მთავრობა, ჩვენ ვიცით ახლა ისეთი ტიპის მართლობაში ვართ რეჟიმის პირობებში რა ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც სასამართლო არ არსებობს და სწორედ მომავალში, ანუ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, პირველი ეს არის მძლავრი ინსტიტუცია, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს სახით და დამოუკიდებელი სასამართლო. შემდგომში რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით, რომ საბაზისო ინფრასტრუქტურა მხოლოდ უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, თუმცა მისი კორპორატიული მართვა, ოპერაციული მართვა აბსოლუტურად კერძოს უნდა გადაიცეს, ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, მათ შორის სახელმწიფო შეპესეების გასხვისება და იქ უნდა დაიწყოს კორპორატიული მართვა, სახელმწიფოს როლი მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს უსაფრთხოების ნაწილში. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად რკინიგზაში 13 წლის განმავლობაში ათეული ადამიანი გარდაიცვალა და არც ესეთ ტრაგიკულ შემთხვევაზე არ ყოფილა გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს უსაფრთხოების ზედამხედველობის სააგენტო. წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, თუმცა არათუ უსაფრთხოება არის დაცული, არამედ ყოველწლიურად ირღვევა უსაფრთხოება რკინიგზაში, პორტებში, ნავსადგურებში და ეს არის ქართული ოცნების უპასუხისმგებლობის გამო, იმის გამო, რომ მათთვის თავარი ამოსავალი არის კორუფცია, პირადი ინტერესი, ანუ ხალხის ხარჯზე მოწყობილი კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დაიშალოს და ეს უნდა დაიშალოს იმ სახით, რომ ერთის მხრივ დიქოტომიური ცვლილება საკანონმდებლო დონეზე საჭიროა და მეორეს მხრივ საჭიროა ეფექტიანობის გაზრდა თავრობის მხრიდან იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოება პირველ რიგში იყოს დაცული და მეორე უნდა იყოს კორპორატიული მართლობა, სადაც ხელისუფლების როლი, თავრობის როლი იქნება მინიმალური. სახელმწიფოს აქვს თავისი მარეგულირებელი როლი, ხო? თავისი ინსტიტუციები აქვს, სადაც შეუძლია რომ განახორციელოს ჩარევა. თუნდაც ეროვნული ბანკის მიმართულებით და თუნდაც იმ მიმართულებით, რომ საგადასახადო კუთხით, ხო? დღგ, რომელიც არის მომხმარებლის გადასახადი, ხო? მომხმარებელი იხდის. დღგ-ს თუ შეამცირებს სახელმწიფო მომხმარებელი იხეირებს, მაგრამ ამისი ახსნა უფრო რთულია, უფრო ძნელია, უფრო რთულად გასაგებია მომხმარებისთვის, ვიდრე იმ ადამიანების ვითომ დაბარება და თქმა და მითითება რომ დააკელიფ ასები რომელიც მომხმარებელს არ უყვარს, იმიტომ რომ თვითონ არის ღარიბი, ხო? ჩვენი მოსახლეობა საქართველოს ღარიბი და ბიზნესმენი არის მდიდარი და ეხა დაიკლოს ამას. ჩვენ თუ ვამბობთ რომ ხელისუფლება აკეთებს რაღაცას არასწორად და არაჯანსაღი გზებით, ხო და ცუდად იქცევა, ოპოზიციას უნდა რომ კარგად აკეთოს ესა და სწორად კეთებას აქვს თავისი ღირებულება. ის ღირებულება თუნდაც რომ იმ გონივრული არგუმენტებით, რაზეც გოგამაც ისაუბრა, ხო, სინამდვილეში რა აძვირებს ჩვენს. ის რომ ჩვენ არა უსაფრთხო, ის რომ ჩვენ არა ჯანსაღ და ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ხო? ეს აძვირებს, ხო? და ამაში ხელისუფლების როლი რა არის სინამდვილეში? ამისი მიტანა მომხმარებლისთვის, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის ძალიან რთულია. და თუ ამის კეთება გინდა თან სწორად,
ეს რა თქმა უნდა რაღაცა დღემდე утоპიური ამოცანა არის ჩვენი ოპოზიციისთვის. ჩემს ხელში გადის თითო სემესტრში 100-ზე მეტი სტუდენტი და განსაკუთრებით პირველ კურსელებს ესე ვიწყებ ხოლმე ლექციას, პირველ ლექციას, რომ აბა ჩვენ ღარიბები ვართ თუ მდიდრები. და 80% იწევს ხელს და ამბობს რომ ვართ მდიდრები. და თუ ჩვენ და რატო ვართ ღარიბები? პირველ რიგში იმიტომ ვართ ღარიბები, რომ გონია რომ მდიდრები ვართ. და ამისთვის არაფერს არ ვაკეთებთ, რომ გავმდიდრდეთ, იმიტომ რომ მდიდრები ვყოფილვართ. ან ადამიანებს გონიათ, რომ მათი ფანჯრიდან რომ ზღვა მოჩანს, ის არის მისი სიმდიდრე. და მეორე რიგში იმიტომ ვართ ღარიბები, რომ ჩვენ გვაქვს უვარგისი განათლების სისტემა. და ხვალ კიდევ უფრო უვარგისი იქნება ეს განათლების სისტემა, იმიტომ რომ ადამიანები არ აქვთ იმისი უნარი, უნივერსიტეტიდან ყოველ წელს გამოსულ 35,000 ადამიანს არ აქვს იმისი უნარი და სკილები, რომ ფული იშოვოს. ამას არ ვასწავლით ჩვენ. და ეს არის ძირითადი მიზეზი, ეს მგონია რატოც ვართ ღარიბები და ძირითადი მიზეზი ეს მგონია რატომაც ძალიან ეფექტურად იყენებს ჩვენი ხელისუფლება იმ მტკივნეულ წერტილებს, სადაც ძალიან დიდი ძალისხმევით აჭერს ჩვენს მოსახლეობას. რა არის პრობლემა? აი უსმენთ ოპოზიციის ფლანგის წარმომადგენლებს. ჩემი აზრით არის ესე ვთქვათ რეაგირების რეჟიმში ყოფნა. ეს ყველა ვამბობთ ამას, ხო? ასევე პრობლემა არის ზედმეტი ინტელექტუალურობა და იდეოლოგიური მოუქნელობა რა. ანუ ვაპარაკობთ ფასების პრობლემაზე და ხელმისაწვდომობის პრობლემაზე და ნახევარი თავისი დროს პოლიტიკოსები იყენებენ რომელ იდეოლოგიურ ფლანგს წარმოადგენენ და მათ იდეოლოგიური გადმოსახედიდან რა არის და რა უნდა იყოს და რა იქნება სწორი. ხო, როცა უნდა უპასუხო დემოკრატიაში ამომრჩეველს, რომელსაც აქვს თავისი პრობლემები და სულ არ აინტერესებს შენ იდეოლოგიური წამსი. რა პრობლემები აქვს? 10 წელია თუ 15 წელია სხვადასხვა გამოკითხვა მე ყველაზე მეტად CRRC-ის თავის დროზე გამოკითხებს ვენდობოდი, უმუშევრობა, ფასები, ხელფასები. ეს აწუხებს ჩვენ მოქალაქეებს. ყოველთვის ეს იყო. მაგრამ აქ ახლა რა ხდება, ხო, ანუ რაღაცა დაწყებული ლაზიკის სპორტიდან და დამთავრებული ეროვნული ბანკის გაუქმებამდე თემები, რომელიც არის ღრმად ინტელექტუალური თემები, რომელიც საერთოდ არ ესმის მოქალაქეების 90% არა და არც არიან ვალდებული რომ ეს არ ესმით ეს საკითხი და შეიძლება რაღაცა დიდმა ნაწილმა მოსახლეობისა ეროვნული ბანკის არსებობის შესახებ არ იცის. და ეს ოკეია, ფუნქციების ხო გავანებოთ თავი. და როდესაც მის გაუქმებაზე ესაუბრები და შენ როეუბნები რომ აი ეროვნული ბანკი რომ არ იყოს ფასები იქნება უფრო დაბალი, ნუ ახლა სასაცილოა რა, აი სასაცილოა და შესაბამისად მე მგონი აქ ახლა კიდე რა ხდება, ხო? რაში არის ოცნება, ქართული ოცნება ძლიერი. ფაქტიურად პარავს თემებს ოპოზიციას. 25 წელს ჩაანკარგა, ჩანდა რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია იწყება. ხელფასების აღარ იზრდება, დასაქმება აღარ იზრდება, ანუ და სურსათზე და ჯანდაცვაზე ინფლაცია არის ორნიშნა. ანუ აი კომბინაცია არის, რომ იცი რომ აი ამ ერთობლიობაში რომ სამუშაო ადგილები აღარ იქნება, ხელფასები ბევრადნელა იზრდება და ინფლაცია არის დაჩქარებული, ხვდები რომ მოსახლეობა ამაზე გაჭირვებული მოსახლეობის რეაგირება დაიწყება მასის. იქ უკმაყოფილობის ხარისხი გაიზრდება. რა უნდა ქნა? უნდა ილაპარაკო ამაზე და ილაპარაკო სინქრონულად, ილაპარაკო მიზანმიმართ, ანუ რაღაცა კოორდინირებულად ილაპარაკო, აი გაუჩერებლად. მაგრამ გასაგებად ერთი და იგივე. დღეს ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში რომ გააჩერო და კითხო რომ ვინ ფიქრობს და ლაპარაკობს და აკეთებს რამას, რომ ფასები შემცირდეს, გეტყვის ქართული ოცნება. გეტყვის ქართული ოცნება და ოპოზიცია, არა, ოპოზიცია ამბობს რომ ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს. და ოპოზიცია ამბობს, აი ლაზიკა რო აშენებულიყო, ეროვნულისა რო ფასები იქნებოდა იაფი. და ფიქრობს ესე ნორმალურები არიან. რაზე ლაპარაკობენ? ერთია რომ თემას იწყებ, ხო? და მეორე არის, აი რომ ნახო იგივე კამპანიებიც კიდე, ხო? იქამდე წინასაარჩევნო რაც იყო. იყო რომ ის ამბობდა რომ ხელფასი გაიზრდება ამდენი პროცენტი, პენსია გაიზრდება ამდენი და მე იმას მოყვებოდა ეკონომიკურ ნაწილში, კი, პენსია გაიზრდება ამდენით კი ამდენით, ხო? ანუ ერთი და იგივე რაღაცას იმეორებენ. რეალურად ჩემი აზრით ამოსავალი წერტილი აქ უნდა იყოს რომ
გამარტივებანი მარტივად მოკლე, ასე ვთქვათ, მესიჯებით აუხსნათ იმ ხალხს, რომ ეს ეხლა რაც ხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერს არ შეცვლის. რომ ეს ეხლა რაც ხდება, არ ნიშნავს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ეს არის უბრალოდ პატარა ხნიანი ეს არის. როგორც მინიმუმ ამოიღე 2012 წელს რა ღირდა ბრინჯი და ნახე რა ღირს ეხლა ბრინჯი და თქვი რომ ეს 14 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში ბრინჯის ფასი ეჭვმა გაიზარდა 2-ჯერ, ან 3-ჯერ გაიზარდა. ანუ ყველა სხვა პროდუქცია ამოიღე, ანუ რაღაცნაირად ისრები, რომელიც სხვა მიმართულებით მიდის მე მგონი დააბრუნეს სწორი მიმართულებით, მაგრამ ნუ ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს და ლაზიკა რო არ აშენდა ხალხის ბრალია რო ვერ გათვალა რომ ისე უნდა ერჩია ნაციონალურ მოძრაობა. აი ეს არის ოპოზიციის ხედვა. მე მგონი რომ ცოტა კიდევ მეტი პროაქტიულობა აკლიათ მართალია, ნუ თემები ის თემები რომელზეც უნდა ლაპარაკობდეს ოპოზიცია ხო ხელისუფლების ინიციატივებს პასუხობენ და თან ცუდად პასუხობენ, იმიტომ რომ რესურსი არ აქვს. რა წარმოიდგინე გამოდის ირაკლი კობახიძე დაკითხვაზე შალვა პაპუაშვილი ესეთით უქნევს საპარლამენტო კომისიის სახით რაღაც რომელიღაცა ქსელის გენერალურ დირექტორს ან რაღაცა 100%-იანი წლის პრობლემს და ოპოზიციის პასუხი ამაზე არის რომ არასწორია ეს. ანუ შესაბამისად რეაგირება არ არის თუ ის ის რაღაც საკეთებს ეს არასწორია და ავტომატურად ის კი არა რომ ნულოვანი ეფექტი აქვს იმას რომ აი რეაგირება არ მოახდინო. დარწმუნებული ვარ ჩვეული მედიანური ამომრჩევლის თვალში პირიქით შენი რეპუტაცია თუ შენი ასე ვთქვათ რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება. იტყვის რომ შენ იცა ანუ მახეში ებმება. შენ იცავ ანუ იმას რა ქვია ხარბ ბიზნესმენს. ეს ჯობია რომ გააკეთოს პასუხისმგებლობა პოლიტიკოსმა რომ უნდა დაიცვას თუნდაც შეიძლება პოლიტიკურად გაუმართლებელი იყოს. თუნდაც არაპოპულარული და არაპოპულარული იყო, მაგრამ ნუ ეს უნდა ესმოდეს. და მესიჯის ესე უნდა იყოს, რომ შეიძლება კონდეს მოსახლეობას განცდა, რომ ეხლა დაცვა ასეთი ხარბი ბიზნესმენის ბჭყალებში არის არასწორი, მაგრამ მაინც აკეთებ, მაგრამ ეს მაინც თქვი, რომ იმიტომ აკეთებ, რომ იმიტომ ეს უფრო დიდი ფასეულობა. არა ის რომ ვერ ხვდები, რომ ეს შენთვის არაპოპულარული დაბიჯი. ძალიან მარტივად თამაშობს ქართულ ოცნება ამ სენტიმენტებზე და ამ ქცევაზეც ოპოზიციას. ანუ მეწინააღმდეგები ამ ინიციატივას, მაშინ შენ ხარ ხარბი ბიზნესმენების ხარეს. და იტყვის რომ ეს ხარბი ბიზნესმენები ნაცები ყოფილ. ტურიზმში განსაკუთრებით და სოფლის მეურნეობაში ანალოგიური მდგომარეობა იყო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებზე პატრონაჟი რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს არის არა, სახელმწიფომ არა, დონორმა ორგანიზაციებმა. ანუ ეს არის მათი პრეროგატივა, რომ ისინი განავითარონ და საბოლოო ჯამში ყავს მაგალითად ახლა კიდევ ერთხელ ტურიზმში, რაც მე ნამდვილად ვიცი, ხო? მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელიც არის ტურიზმში, როგორც წესი არის ავთენტური, როგორც წესი არის ძირითადი მიზიდულობის ზალა რეგიონში და ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც გამოც გინდა რომ მიიყვანო, მაგრამ მათი ხმა ერთობლივად, ანუ ეკონომიკურად ძალიან პატარა წილია. და მე ისე ვიწყება იმაზე საუბარი, რომ იცი რა, მაშინ თუ ისედაც დაბალი ეს აქვს ხო შემოსავალი ხო ამ შემთხვევაში და return on investment ფაქტიურად არ გაქვს, იმიტომ რომ ისინი არ აკეთებენ, იმიტომ რომ ყოველთვის დონორი გეხმარება და ეს არის ამისთვის გასაკეთებელი ხარ დამოკიდებული მაშინ რა ბიზნესზე ლაპარაკობ. მაგრამ აი მაინც ხო საბოლოო ჯამში ისეთი რაღაცები, აი რომ საუბრობთ, რომ აი კულტურა, რომ იუნესკომ აღიარა მის კულტურა ვთქვათ, ხო, ჩვენ ქართული ხორბლის ენდემური სახეობები. მაგალითად, ტენილი ყველის ასე ვთქვათ, წარმოების ტექნოლოგია. ანუ ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ტურიზმისთვის მარტო არა, კიდე ასევე აი ამ კულტურული მნიშვნელობისთვის, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და აღმოჩნდა, რომ ესენი არიან ზუსტად, კი, გავიგე, რომ ინკლუზიური ეკონომიკა გვინდა, მაგრამ რეალურად არ აქვს ეს ინკლუზიური ეკონომიკა, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველთვის ჭირდება უკან კიდე ვიღაცა ტიპი ან დონორი, რომელიც იტყვის, რომ ამათაც მოусმინეთ რა. ეგრე არ არის, ამათაც თავიანთი სათქმელი აქვთ. ან თვითონ სახელმწიფო პოლიტიკაში, ანუ ეკონომიკურ პოლიტიკაში ამ შემთხვევაში
ეგეც არის აი აწარმოე საქართველოს. ხო, აწარმოე საქართველოსაც რო შეხედო რეებსაც აკეთებ რა ფინანსებდა ტურიზმის იმაში დაიწყეს პატარ-პატარა მეებით, სხვადასხვა პროგრამებით, როგორც იყო ეკოტურიზმი, როგორც იყო გასტრონომიული ტურიზმი, ეს მზისკა და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი დაფინანსებები, რაც იყო მათ შორის დონორებიც, მიდიოდა სასტუმროებში, დიდ სასტუმროებში. და საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ იმ დღეს შალვაც მაგას ამბობდა, რომ ჭარბი ისა გვაქვს ოთახების რაოდენობა თბილისში უკვე. როგორც ვაკეთებთ ხოლმე, როცა რაღაცა პრობლემის გადაჭრა გვინდა, მაგალითად ტურიზმში, ხო, გაქვს რაღაცა ღირებულებათა ჯაჭვი, ჯერ ხედავ სად არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რეალურად ხვებსაც ხელს უშლის და ჯერ იმ პრობლემას, ანუ ზოგადად იმაზე შემიძლია ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკო ტურიზმს რა აქვს ზოგადად პრობლემა, ნებისმიერი ეკონომიკის ნებისმიერ მიმართულებას, მაგრამ თუ აი ესე არ დავიწყებ ქირურგიაში სწორ შეფასებას და არ ვიტყვი რომ ოკეი, მაშინ მოდი ახლა დავიწყოთ, ჩემთვის პრიორიტეტული არის ზამთრის კურორტების ერთიანი მართვა, ხო? მაშინ იქ ვიწყებ ზუსტად მაგაზე, რომ ერთიანი მართვის მოდელები შევქმნათ, ამას ვაკეთებ და ამას ვაგვარებ. იმ შემოსავლით მე რაც არის სხვა პრობლემას ვაგვარებ. ანუ პოლიტიკოსები ისევ და ისევ აი ამ ზოგად პრობლემებზე, მე მგონი აი განზოგადება პრობლემის ქმნის ძალიან დიდ დაუძლებელ პრობლემას და აი ნიჰილიზმი რო გემართებას, ჩემი აზრით ეგ არის. თანასწორობის ნაწილზე მექნება კომენტარი, ეგრეთ წოდებული შესაძლებლობის თანასწორობა სინამდვილეში არ არის სამართლიანი. ერთადერთი სამართლიანი წესრიგი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში, ეს არის წესრიგი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს კანონები, რომელიც ვინმეს ან რაღაც ჯგუფს საზოგადოების ჩაგრავს, ან პირიქით ვინმეს ან საზოგადოების რაღაც ჯგუფს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში და ეს ეხება ნებისმიერ ნიშანს. ნებისმიერ ნიშანში გულისხმობა ყველაფერი, ისაც ხსმენია, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა კანის ფერის გამო, თვალის ფერის გამო, ფეხის ზომის გამო, აღსარებლობის გამო, ამის გამო, იმის გამო და მათ შორის ასევე არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა მაღალი შემოსავლის ან სიმდიდრის გამო. სინამდვილეში მაღალი შემოსავალი და სიმდიდრე ასევე არის ერთ-ერთი ნიშანი, რის გამოც საზოგადოებაში ადამიანებს ან ადამიანების ჯგუფებს ჩაგრავენ მხოლოდ და მხოლოდ კიდე გამორებ ისეთი წესრიგი არის სამართლიანი, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ არანაირი ნიშნის გამო, მათ შორის არ მაღალი შემოსავლის და სიმდიდრის გამო. რაც შეეხება ბავშვებს, ხო ზოგადად კარგია ცხადია და კარგად ჟღერს, რომ ბავშვები არ იყვნენ მშობლების უპასუხისმგებლობაზე პასუხისმგებლები და ამიტომ რაღაცა მათ ჰქონდეთ ყოველას თანასწორი შესაძლებლობა, მაგრამ პრაქტიკაში ეს რას ნიშნავს? ჩემ შემთხვევაში მაგალითად საკუთარ თავზე რო ვილაპარაკო, მე და ნატას ყავს 3 შვილი და ნუ რა ვიცი, ამონად გეყოლებოდათ მე-4 შვილი და მე-5 შვილიც, იმიტომ რომ რა ვიცი, შვილებიც გიყვარს და ზოგადად ბავშვებიც გიყვარს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 3 შვილი ყოლა და ამაზე გავჩერებულიყავით, ხოლმე და ხოთ იმის გამო, რომ საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს რესურსები უფრო მეტად მოგვეხმარა საკუთარი შვილებისთვის და როდესაც სახელმწიფო მოდის და მე მეუნება, რომ მე უნდა გადავიხადო მაღალი გადასახადები იმის გამო, რომ მე ამ გადასახადებს მან უნდა თანასწორი შესაძლებლობა შეუქმნას სხვა ადამიანების შვილებს, ეს რატო არის სამართლიანი უბრალოდ არ მესმის. ანუ რატო არ შატო მაშინ მე ხო ამ რესურსებს საკუთარ მე-4 შვილს მოვახმარდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ მე და ნატამ გადავწყვიტეთ, რომ ეს რესურსები მოგვეხმარა უფრო მეტად საკუთარი 3 შვილისთვის და რატო უნდა წამართვას მე სახელმწიფო უნდა მოახმაროს ეს სხვა ადამიანების შვილებს და ეს რატო არის სამართლიანი ჩემთან მიმართებაში? ჩემთვის ეს არის გაუგებარი, თორე პრობლემა არა, თუ ვინმე ამიხსნის ამას ეს რატო არის სამართლიანი, ოკეი, ვეცდები რომ გავიგო, მაგრამ არ არსებობს ჩემს ესეთი ახსნა. ჩვენ მე და ნატა თუ ვიქცევით პასუხისმგებლობით და ესევე ვყობით საკუთარ შვილებს და მათ მომავალს, ესე უნდა მოეყრან სხვა ადამიანებიც. ხო, სხვა შემთხვევაში ეს იქნება უსამართლო. ხო, ამიტომ ზოგადად კარგად ჟღერს ფრაზები, რომ რაღაცა ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ყველა ბავშვი კარგად უნდა ცხოვრობდეს, ყველა ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს ასეთი, ისეთი, ყველა უნდა იყოს თანასწორი, მაგრამ საბოლოო ჯამში დეტალებში ჩავდივარ სწორედ ასეთ რაღაცებამდე. და კიდევ ერთხელ გავამეორებ, ერთი რომ ერთადერთი სამართლიანი წესრიგი არის, როდესაც ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები არის ჩაგებიან არანაირი ნიშნით და ამ ნიშანში მათ შორის შედის ადამიანის შემოსავალი და მისი სიმდიდრე და მეორე ის რომ მშობლების რაღაცა ნაწილი თუ იქნება იქცევა პასუხისმგებლობით საკუთარ შვილებთან და მომავალთან მიმართებაში, ამის გამო ისინი არ უნდა დაიჩაგრონ და მათ რესურსები სახელმწიფომ არ უნდა წაართვას და არ უნდა მოახმაროს სხვას, ვინც იქცევა პასუხისმგებლობით საკუთარ შვილებთან და მომავალთან მიმართებაში. ეს არის ერთადერთი სამართლიანი მიდგომა. პირველ რიგში ვთქვათ, გამოვეხმაურებით თანასწორობის საკითხს, რომ ინფორმულირებით, რაც ვთქვათ, იყო ნათქვამი, რომ ვთქვათ, სიმდიდრე არ უნდა იყოს დაჩაგვრის მიზეზი, ამას ვეთანხმები, ნამდვილად დაჩაგვრა არავისი არ შეიძლება, არავინ არ უნდა დაიჩაგროს. უბრალოდ საგადასახადო სისტემის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ ანუ სამართლიანობა და თანასწორობა არ მithქვამს, ვთქვათ, შემთხვევით რა. ჯერ ესეთი ვთქვათ, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვთქვათ, აი გამდიდრებული
კლასის უდიდესი ნაწილი დაუშვათ, შეგვიძლია გვარებად ჩამოვთვალოთ, თქვათ, საქართველოში არსებული ადამიანები, ივანიშვილით დაწყებული, თქვათ, ხაკაძეები იქნებიან თუ სხვა, არ მიმაჩნია და ამაზე შეიძლება კამათი და უკვე თქვათ, უბრალოდ 2 წუთში ამის ჩატევა ძნელია, რამდენად სამართლიანად მოხდა, თქვათ, მათი გამდიდრება და რამდენად პირიქით მათი გამდიდრება არის სხვების ჩაგვრა და არა მათგან თქვათ გადასახადების ამოღება არის მათი დაჩაგვრა რა. ანუ ჩაგვრას მე არ ვიხმარდი თქვათ თანასწორობის თანაზომად და თქვათ აი შესაბამის სიტყვად და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თანასწორობა უნდა იყოს სამართლიანი და არა ჩაგვრაზე დამყარებული. თუ ის იქნება ჩაგვრა, როგორც გქონდა თქვათ იგივე საბჭოთა პერიოდში, რა თქმა უნდა ესეთი რამ მიუღებელია. მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რაც თქვათ დღეს გამოიკვეთა თქვათ ჩვენ შორის არის, აი ეს კამათი და ერთაზრამდე მისვლა არის აუცილებელი და ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გატარდება თქვათ ქვეყანაში, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა თქვათ ერთი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ამ წუთას მოვიდა თქვათ ხელისუფლებაში და ამ წუთას რაღაც მექანიზმების საშუალებით თქვათ ხელთ უპყრია დღეს ძალაუფლება, ხო? თუ ესეთი შეთანხმება იქნება, ხო? ანუ პასუხისგებლობის აღება მთლიანად მოსახლეობამ უნდა აიგოს თავის თავზე და ამის შესაძლებლობა უნდა გქონდეს და თუ კონსენსუსი იქნება ამაზე, რომ იყოს ველური კაპიტალიზმი, ვინც რამდენსაც შეძლებს მოხვეჭას, იმდენი მოიხვეჭოს, უნდა იყოს ესე ვთქვათ. მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითია მსოფლიოში, სადაც იგივე ვთქვათ, რომ მოვეხმაურო, რომ იმას რომ ვთქვათ, დაბალი გადასახადები განაპირობებს თქვათ ბიზნესის განვითარებას ან კეთილდღეობის განვითარებას, ხო, ძალიან ბევრი ქვეყანაა, ძალიან ბევრი წარმატებული ეკონომიკაა მსოფლიოში, სადაც არის მაღალი გადასახადები უბრალოდ მთავრობების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად და სწორედ იმის გამო, რომ იქ მოსახლეობა ძალიან, ასე ვთქვათ, ჩართულია ამ პროცესებში, მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილების მიღებაში, იგივე დანიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გადასახადებია მსოფლიოში, მაგრამ ისინი გამოკითხვის შედეგებია, ვთქვათ, და ბედნიერები არიან ამ გადასახადების გადახდით, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ეს გადასახადები მათვე ხმარდება, მათ კეთილდღეობას ხმარდება და თქვათ ნაკლებად აქვთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ქუჩაში გასვლა ნიშნავს, რომ თქვათ ვიღაცის ურნაში ქექვა უნდა უყურო, ან Facebook-ის გახსნა ნიშნავს, რომ 50-ის ამოგიხტება, რომ თქვათ დამეხმარეთ რაღაცნაირად შვილი გადამირჩინეთ, იმიტომ რომ სასიკვდილო ის ამათ. ხო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თქვათ თანასწორობა და მოსახლეობის ფართო ჩართულობა ეს რაღაცნაირად თქვათ გვაზღვევს იმისგან, თანასწორობა უსამართლობად და ჩაგვრად აღვიქვათ. როდესაც თანასწორობაზე ვსაუბრობთ, თანასწორობა საკონსტიტუციო მოთხოვნაა, ცხადია. ხელისუფლების ვალდებულება არა მხოლოდ თანასწორობა, არამედ ინკლუზიური განვითარება. პირველ რიგში ეს არის რესურსების სწორი განაწილება, ერთის მხრივ სწორი საგადასახადო პოლიტიკა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია მულტიმოდალური განვითარება, ანუ კომუნიკაციები და შესაძლებლობები ყველა საქართველოს მოქალაქეს. ანუ ამაში გულისხმება გზები, ხიდები, ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სწრაფი რკინიგზა, გადაადგილება, არა დაკარგული დრო საცობებში, არამედ ეს დრო განათლებაში, ინტერნეტიზაცია, უმნიშვნელოვანესია და სამწუხაროდ საქართველოში ინტერნეტიზაცია დღემდე დაუსრულებელია. ის კი არა ჩვენ გაზიფიცირება არ გვაქვს დამთავრებული, არა და ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო 2014 წელს. მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელთან დაკავშირებით სესხი ავიღეთ 5.5 მილიარდი დოლარი და ეს პროექტი უნდა დამთავრებულიყო 2020 წელს, კობახიძემ გითხრა, რომ 2032 წელს დასრულდება. ანუ წარმოიდგინეთ, მსოფლიო იწყებს მარსზე კოლონიზაციას და ჩვენ სადღაც 20 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი დავასრულოთ. ამასობაში მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დაამყარა და ახალი რეგიონალური არქიტექტურა ჩამოყალიბდა და სომხეთმა დაიწყო ტვირთების გადაზიდვა და დაიწყებს ტვირთების გადაზიდვას აზერბაიჯანის გავლით რუსეთში, ჩვენ ამასობაში ვაშენებთ კობი-ქვეშეთის საავტომობილო მაგისტრალს, რომელთან მიმართებით ავიღეთ 1.2 მილიარდი ლარი, ჩინური სესხი ავიღეთ, მაღალპროცენტიანი და ამასობაში დავკარგეთ ამ გზაზე ტვირთი.
და ეს თანხა იქნება საბიუჯეტო ტვირთი და ტვირთი მათ შორის იმ ნაწილში რომ ვერ გავზდით პენსიებს, ამ ფულს ვერ მოვახმართ საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საბოლოო ჯამში ქართული ოცნების პოლიტიკა აი ამ უთანასწორობას ყოველწლიურად ზრდის. ამასობაში ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ თლიანი მოცულობა, ანუ საბიუჯეტო თვალსაზრისით რა გვიჯდება მთავრობის მომსახურება, ეს არის საკმაოდ მაღალი. მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ვართ პირველები, ყველაზე ძვირი არის მომსახურება მთავრობის და მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება, ხო? ადგილობრივი ხელისუფლებაზე კვლავ გრძელდება, ადგილობრივ თვითმმართველობას გულისხმობ ტრანსფერები, ანუ ჩვენ დაბალი დონის урბანიზაცია გვაქვს და საერთოდ არ გვაქვს მულტიმოდალური განვითარება. შესაბამისად, ყოველწლიურად კარგად შესაძლებლობას განვითარების და ეს სწორედ ქმნის უთანასწორობას. ეს არის მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის ქართული ოცნება, მისი პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომელიც იმ არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღება. მომეწონა ზურა ჯაფარიძის გულწრფელი პოზიცია, სადაც ის თანასწორობაზე საუბრობს, მაგრამ მეჭუ მაგ ესმის ზურასაც ეს, რომ ეს არის არაპოპულარული. ანუ ის ვერ მიიღებს მხარდაჭერას მოსახლეობის დიდი ნაწილის. ამ ქვეყანაში ყავს 700,000 ადამიანი, რომელიც შემწეობას იღებს მინიმალურს. და 300,000 რიგში დგას. ეს ქვეყანა არის ძალიან ღარიბი. და როდესაც შენ პოლიტიკოსი ცდილობ უმრავლესობის მოპოვებას, მაგრამ შენი პოზიცია არის, რომ შენ ანუ რაღაცნაირად ესეთ მესიჯი, ანუ შენ არ გინდა გაუნაწილო რაღაც დოვლათი, რასაც შენ ქმნი საზოგადოებაში მოწყვლად ჯგუფებს, პატივსაცემი პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია ვერ იქნება უმრავლესობისთვის მისაღები. აქედან გამომდინარე, ხო აი ძალიან ის არის რა, როგორ თქვა, ერთი მხრივ მისასალმებელია და პატივსაცემია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის არაპოპულარული. და ეს და ვერ იქნება, ასე ვთქვათ, შესაძლებელი ზურა ჯაფარის ამ პოზიციით ის ვერ მოახერხებს უმრავლესობაში მიღებას და როდესაც ის მე გაერთიანებას თავაზობს სხვა ჯგუფებს მის გარშემო ის არ არის სასურველი პარტნიორი, იმიტომ რომ მისი პოზიცია არის ამ ქვეყანაში ელიტისტური და შესაბამისად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქნება ამ პოზიციის წინააღმდეგ. ხომ, თუმცა არაპოპულარული გადაწყვეტილებები კი არა და ასე ვთქვათ, პოზიციების არ გახმაურებამ გამოიწვია საბოლოო ჯამში ის, რომ რაღაცა მითების გარშემო არის ეს რაღაცა საარჩევნო კამპანიები და ყველა იმიტომ რომ ვთქვათ, არ საუბრობს პრობლემას, საუბარს გაურბის რეალურ პრობლემაზე და ეძებს პოპულარულ თემებს, იმიტომ რომ უფრო მეტი ამომრჩეველი ყავდეს. საბოლოო ჯამში გვაქვს აი ფუნდამენტურად შეუცვლელი რაღაცეები, რომელიც ეხლა მე მგონი მაგას ვიმკი ზუსტად და ეს ნიჰილიზმი ამან გამოიწვია. ხო, არ რომ აი ჯანდაბა, მაინც არაფერი არ იცვლება და რა აზრი აქვს, ხო? ხო, გეთახმები. ანუ ზურა მინიმუმ არ იტყუება. ხო. აბსოლუტური უმრავლესობა სხვების იტყუება. ანუ რასაც ამბობს, არ ფიქრობს. ხო. შესაბამისად, ჩვენ ყავს ან მატყუარები, ან არაპოპულარული პოლიტიკოსები ოპოზიციურ ფლანგზე. ქართულმა ოცნებამ აი გვაჩვენა თავისი სტილი, როგორ აპირებს მოგვარებას ამ პრობლემას. ეს სტილი არის შევა სუსი, მოხვალ პარლამენტში და დაკითხვაზე დაკითხავს რომელიღაცა პარლამენტარი, რომელმაც ამბანი არ იცის ბიზნესის და დაგარიგებს ჭკუას და საჯაროდ მოგიწევს აღიარება შენი სიხარბეს. ეს არის აი ეს მოდელი. აი პირდაპირ და ჩვენ ყველანი ვაღიარებთ რომ თურმე ის ინაწილებდა ბაზარს. აი ხა რომ გავიაზროთ რა ერთად რა. რას პასუხობს ოპოზიციური ფლანგი ამას? ერთადერთი რაც არის გვესმის რომ ეს არ არის სწორი. არა რა, ანუ პირველ რიგში აი უნდა ვიცოდეთ ვაღიარებთ ამ პრობლემას თუ არ ვაღიარებთ ამ პრობლემას. ეს უნდა გავიგოს მათგან. მე ესეთი მკაფიო მესიჯი არ გამიგია, რომ აი არა ეს ასე არ არის, და ამიტომ არ არის, ან კი ეს ასეა, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზების გამო არის ასე და ასევე მე გზა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის სხვა გზით მოგვარება. აი თქვენ რაც თქვით, ხო, რომ აი რაღაცა სხვა ფორმატი სექტორთან კომუნიკაციის, რომელიც მას, ანუ ამ სექტორს გაუჩენს განცდას, რომ სხვა გზებიც არსებობს პოლიტიკური მართვის, ხო? პოლიტიკის და ბიზნესის ურთიერთობის. რაღაც მხრივ, აი, აქაც იგებს შეიძლება
ქართული ოცნება რითი, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, აქ ჯერ კიდევ ავტოკრატული და დიქტატორული მეთოდები არ არის მოსახლეობის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად, ესე ვთქვათ, უარყოფილი რა, ჩემი აზრით რა, რაღაც მხრივ ეს ძლიერი ხელისუფლება რაღაცა ელოდებიან გოდოს. ხო და ეს ჯერ კიდევ მუშაობს და აქაც შეიძლება იგებს და ქართული ოცნება რო ამას აი ნახეთ ერთი თითის დაქნევაზე მართველი პარტიის ბიზნესი როგორ ესე ვთქვათ ყველაფერზე წავიდა. რა თქმა უნდა ეს არ იმუშავებს გრძელვადიანად, მაგრამ მომენტში აქაც იგებს. იმასაც ხომ მნიშვნელოვანია გოგა, რომ დაკვეთა რა არის. ანუ ოპოზიცია უსმენდეს მომხმარებელს და ამორჩეველს რა არის მისი დაკვეთა, ხო? ანუ ხელისუფლება უსმენს რა არის მისი დაკვეთა. მისი დაკვეთა არის ვიღაცის დასჯა. ანუ ესია. ანუ ოპოზიცია ან ელოდება იმას, რომ საზოგადოება გაიზარდოს და მიხვდეს, რომ მისი დაკვეთა არის სიმართლე და უნდა რომ იყოს სწორი მიმართულებით რაღაცა ჩარევები და სიმართლეს ისმენდეს, მაგალითად როგორც ზურა ლაპარაკობს სიმართლეს, ხო? ან კიდე უნდა მოერგოს ამ რეალობას. უნდა აირჩიოს ოპოზიციამ რა უნდა, ეხლა უნდა რომ ამ საზოგადოებას თავისი ვერსია უპასუხოს და მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს თუ დაელოდება და გამოზრდის განათლებაზე აქეთ სხვა უფრო გრძელვადიან ინვესტიციას ჩადებს იმაში რომ საზოგადოება გამოიზარდოს და მე იმან გააკეთოს სწორი დაკვეთა და შესაბამისად სწორი არჩევა. უბრალოდ ოპოზიციაც უნდა გაეშვას იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერში კომპეტენტური არიან პოლიტიკოსები. არ არიან. ძალიან იშვიათად მახსოვს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ზოგადად ეკითხათ, მაგალითად, რას ფიქრობთ ჩვენ ბიზნესი, რა და როგორ გვინდა თუნდაც მოსამზადებელ პერიოდში. ხო? საარჩევნო კამპანიაში. ანუ ხო, აი იგივე აი ხა მთელი იცი რომ ერთი წლიდან მეორე წლამდე, ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე გაქვს 4 წელი, ხო? ამ 4 წლის განმავლობაში მაგალითად არ არსებობს არანაირი კომუნიკაცია პარტიების კონკრეტულ სფეროებთან, ბიზნესებთან, ჩამოყალიბებული პროგრამები. როგორც წესი, ან შეიძლება იქირავენ ექსპერტები უშუალოდ მის არჩევნების წინ და რაღაცა პატარ-პატარა იმებს პროგრამებს აკეთებენ, მაგრამ ეს ხო არ არის ის, რომ შენ ხალხთან ერთად ხარ და ჩემი აზრით ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ეს არ არის აი bottom up განვითარება რა. ანუ ყოველთვის ვიღაცა რაღაც ჭკვიანი იტყვის და მე გვინდა რომ ეს ქვემოთ ესე ჩამოვიდეს. კი, რაღაცა სწორია შეიძლება და რაღაცა არა, მაგრამ ვერ განავითარებ რაღაც კონკრეტულ სოფელში ვერაფერს ვერ იზამ თუ იმ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით რა უნდა გააკეთო. ან ესმით მარტივი მესიჯებით მოტანილი და იმაზეც თვითონვე მარტივად რეაგირებს. ეხლა რასაც აკეთებს ოცნება არის ეგ ზუსტად აი იმას როგორც ესმის, იმას იკვლევს, იმის გამოსწორებაზე კი აღარ ფიქრობს. უბრალოდ იმ მომენტში რომ ის დააკმაყოფილოს იმაზე ფიქრობს. და ოპოზიციამ ზუსტად ეგ უნდა გააკეთოს, რომ მოდი რა დავიწყოთ ხალხთან ერთად აი ამ კულტურის ჩამოყალიბება, ხო? რომ თუ ხარ პარტია და თუ გინდა რომ რაღაცა ვთქვა და ამ მიმართულებით ან იმ მიმართულებით შეცვალო და გააკეთო ხთა მით უმეტეს 21 საუკუნეში ადრე ვთქვათ იგივე ფულს თუ ვიხდიდით კვლევაში ძალიან მარტივია კვლევების ჩატარება ელემენტარულად დიგიტალური ფუტპრინტებით ანუ ნაკვალევით შეგიძლია ძალიან ბევრი რაღაცა გამოიღო ქცევა როგორ იქცევიან რას ყიდულობენ რა მოწონთ რა აინტერესებთ ხო ანუ ისიც უნდა დამანახოს თვითონ თუ აქვს იმის ამბიცია რომ მართოს ეს ქვეყანა ან იქით ან აქეთ ინოვაციური ოპერატიულად გამარტივებული ხერხები მოიფიქროს იგივე როგორ იკულიოს ჩვენი აზრი და მე უკვე ისაუბროს ხო ან არ არსებობს პლატფორმები სადაც საუბრობთ ამ ადამიანებთან ხო ან მართლა რუსთაველზე ხო იქაც ყველა არ დადის ხო რაღაცა უნდა არსებობდეს ეგეთი თუნდაც და აი ხლა ესე მარტო ტელევიზიებში იმიტომ რომ გავიგე რა სოფლებში უკვე აღარ უყურებენ ტელევიზიებს და თქვა ხა YouTube-ზე გადავიდნენ ხო ან TikTok-ზე ან Facebook-ზე მაგრამ იქაც კი ეს არ არის რა ეს ჩვეულებრივი დისკუსიები ისინი არ შედიან სიღრმეებში
და 1-4 წელი არის მე მგონი დრო პარტიისთვის, რომელსაც ბევრი 10 წელი აქვს არსებობის გამოცდილება, რომ ესეთი ტიპის განვითარება დაგეგმოს რა და განახორციელოს. თუ აღიარებთ, რომ პრობლემა გვაქვს, უფრო მარტივად გადავჭრით პრობლემას. თუ არ ვაღიარებთ, უფრო ძნელი იქნება.